მაქსიმალურად ჩავაყენოთ მოვძანებას სწორად წერენ არწენი დავალებული ჩაისკაც. აი აქ ამ საქციელი მეშვეობით შევძლოთ დაყოფილი არის ჩვენ სამხედროები ვართვით ცნობიერებთ ამ ყველაფერს. იქ არავინ არ მიდის დაძალებით. მოიგო იარაღი, კონდახი გაასწორო. ანუ მომზადება და გადამზადება ხდება აკოფისრები. პორტფოლიოებს იქიდან მე გადავალთ პრაქტიკულად განახილ. გამოთვლილი დანაჯარები გადმოისან ერთ რატომ ესწოროთ მაგალითად ყოღოს? შეგიძლია ახლა რა ქვია. იმ კლასში მეორე კლასში რო განახეთ, ხასდება გამოთვლილი, როგორ გამოთვალა, სწორი გამოთვალა თუ არა? რამდენიმე თქვენს გადმოგცემთ თითოეულ თქვენგანს აი ამ ერთ სიტყვი რომ ჩემთვის იყო ძალიან დიდი აღმოჩენა რომ ნატოს კვირეულის ფარგლებში დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრის ნატოს ახალგაზრდული სამიტის გამარჯვებული სტუდენტები და მოსწავლეები ეწვივნენ. მას ჩვენ დღეს გავაცანით ეროვნულ სასწავლო ცენტრის ორგანიზაცია, სხვადასხვა სკოლები და კურსები რაც ჩვენ აქ გვაქვს. მოვახდინეთ იარაღის გამოფენა. ნახეს იარაღები, იყვნენ სიმულაციური საშუალებების ანახავად. შეძლეს თვითონაც ესროლათ სიმულაციური საშუალებებიდან, მიირთვეს ჯარისკაცის ულუფა. ძალიან კარგი კითხვები ჰქონდათ, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები სხვათა შორის, რამოდენიმე მსურვილიც გამოთქვა ჯარში მონაწილეობის მიღების და ჯარში წასვლის. ეს ყველაფერი ჩემი აზრით ხელს უწყობს სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებას და საერთო ჯამში მაყმაყოფილებით წავიდნენ ჩვენი სტუმრები დღეს. ნატოს კვირეულის ფარგლებში, რომელიც იმართება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ, დღეს კრტანისის ეროვნულ სატურნელ ცენტრს ეწვივნენ ნატოს ახალგაზრდული სამიტის გამარჯვებული კომიტეტის წევრები. მათ მოინახულეს სატურნელის ცენტრის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ თუ როგორ ემზადებიან აქ ქართველი სამხედროები, სანამ გაემგზავრებიან სამშვიდობო მისიებში და ასევე მათ ჩაუტარდათ ლექცია თუ რა მიზნებს ემსახურება აქ კრტანისის ეროვნული სატურნელი ცენტრი. ეს ღონისძიება ასევე მიზნად ისახავს ახალგაზრდულობის კიდევ უფრო მეტ ჩართულობას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში, მათი ცნობიერების ამაღლებას და ძალიან საინტერესო იყო მათთვის დღევანდელი ღონისძიება. დღევანდელი ჩვენი ვიზიტი სარკმელ ბაზაზე ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან გავეცანით როგორ ემზადებიან ქართველი ჯარისკაცები, როგორ ხდება მათი გადამზადება ავღანეთის მისიისათვის მონაწილეობის მისაღებად, ასევე რამდენად შესაბამისობაშია ქართული ჯარის მოწყობა ნატოს ჯარის სტანდარტებთან. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ყოველ დეტალის საკუთარი თვალით ნახვა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის თვითონ როგორ ახდენენ სიმულაციას, თამაშობს, ახალი ტექნოლოგიებს ვნახეთ, რომელსაც ხდება ქართველი ჯარისკაცების გადამზადება ნატოს სტანდარტებისათვის და ასევე დავაგემოვნეთ თვითონ ჯარისკაცების ულუფას, ეს ჩვენთვის რაც განსაკუთრებული დღე იყო ნამდვილად. ალბათ სწორედ ეს არის, რასაც ძალიან ბევრი ჩვენგანი ასნაობდა, რომ ეინახა და დიდი მადლობა გვინდა გადავხადოთ როგორც თვითონ ამ სარკმელ ბაზას იმისთვის რომ გვიმასპინძლა ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს რომ მოგვცე ამის შესაძლებლობა.